კომპოსტო რატო არაა ჩამონათვალში, რომელიც აქედან ყველაზე მეტ ცხიმს წვავსო. საუბარი არის პროდუქტების ჩამონათვალზე, რომელიც შეგვიძლია ჩავსვათ წონის კლების დროს რაციონში თქო და როგორც ჩანს კომპოსტო გამომრჩა. კი, კომპოსტო ნამდვილად შეგიძლიათ მიირთვათ წონის კლების პროცესში, ძალიან დაბალკალორიული პროდუქტი არის, ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს, იდეალურია კუჭნაწლავისთვის, იმიტომ რომ უჯრედის შეიცავს დიდი რაოდენობით, თუმცა რაც შეეხება ცხიმის წვას, ეს მინდა იცოდეთ ყველამ, რომ არც ერთი კონკრეტული პროდუქტი ცხიმს არ წვავს. თუნდაც კომპოსტოს თუ შეჭამთ ნორმაზე მეტს და გადააჭარბებთ კალორიულობას, პირიქით მოიმატებთ ცხიმს. არც ერთი პროდუქტი, არც ერთი საშუალება, არაფერი ცხიმს არ წვავს. ცხიმი იწვება მხოლოდ კალორიული დეფიციტის დროს. მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ გვესმოდეს, რომ კალორიულ დეფიციტის დროსაც თქვენ უნდა იყვებოთ ჯანსაღად და ეს კალორიები უნდა მოდიოდეს სწორად გადანაწილებული საკვებზე, ცილებზე, ცხიმებზე და კარგ ნახშირწყლებზე. ასე რომ თუ ცხიმის წვა გვინდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კალორიული დეფიციტის დროსაც კი, რომელი პროდუქტი უნდა მივირთვათ, რა თანაფარდობით და ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ყველა ადამიანთან დაკავშირებით, მისი მონაცემებიდან გამომდინარე, რომ დაიწვას ცხიმი. თუ გსურთ კონსულტაცია, გაიაროთ ჩემთან პირადად ინდივიდუალურად და მე შეგიდგინოთ თქვენზე მორგებული კლების პროგრამა, ჩასაწერად მომწერეთ პირად შეტყობინებაში თქვენი ტელეფონის ნომერი, დაგიკავშირდებით, გავეცნობით თქვენს მონაცემებს და აგიხსნით თქვენზე მორგებული პროგრამის დეტალებს.